გამარჯობა. მოკლედ ეს არის უკვე ჩვენი უფასო მანუალურ ტესტირების კურსის მე-7 გაკვეთილი და დღევანდელ გაკვეთილში განვიხილავთ ფუნქციონალურ და არაფუნქციონალურ ტესტირებას. ვისაუბრებთ თითოეულის ტიპებსა და რა განსხვავება მათ შორის და ასევე რეალური მაგალითებით გავივლით თითოეულ მათგანს, რაც უფრო მარტივს გასაგებად, უფრო მარტივს გახდეს თითოეულ ტესტინგის ტიპს თქვენთვის. მოკლედ კარგი, ესე იგი, წინა გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრეთ ტესტინგის ლეველებზე, ანუ ტესტინგის საფეხურებზე, ტესტინგის საფეხურები unit integration system და acceptance testing. ეს არის ესე იგი ტესტინგის ლეველები და აქედან უკვე უშუალოდ system testing-ის ნაწილში, რომელიც არის ჩვენი როგორც ტესტერების ძირითადი ადგილი, ესე იგი, ან ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ თითოეულ ლეველზე, ვინ ასრულებს ტესტირებას და ვინ რა ნაწილს ასრულებს. თუმცა system ტესტირება ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ძირითადი ადგილი, სადაც ყველაფერი არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენ მოკლედ ვასრულებთ და ვწყებთ ყველაფერს ამ ნაწილში. შესაბამისად, სისტემ ტესტირების ნაწილი არის უკვე functional და non-functional testing-ები, ანუ ფუნქციური და არაფუნქციური ტესტირებები და მათ თითოეულ მათგანს, ანუ ფუნქციურს და არაფუნქციურ ტესტირებას აქვს კიდე თავისი ტიპები. და უკვე ეს იქნება არა testing levels, არამედ testing ტიპები. და ახლა ვისაუბრებთ თითოეულ მათგანზე. ხო, მოკლედ დღევანდელი გაკვეთილის აჯენდას უცებ ახლა გავივლი. ესე იგი, ჯერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ზოგადად functional testing-ი, რას ტესტავს ის. შემდეგ functional testing-ის ძირითად ტიპებს განვიხილავთ, რაც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. ანალოგიურად non-functional testing-ზე ვისაუბრებთ, რას ტესტავს ის, non-functional testing-ების ტიპებს გავივლით და ბოლოს უკვე შევადარებთ ფუნქციურ და არაფუნქციურ ტესტირებას. კარგი. მოკლედ რა არის functional testing-ი? Functional testing-ი ყველაზე მარტივად რო წარმოვიდგინოთ და დავიმახსოვროთ, ამ მოწმებს, რას აკეთებს აპლიკაცია. ანუ ზოგადად, რას აკეთებს აპლიკაცია, მუშაობს თუ არა ის ისე, როგორც ჩვენ მოთხოვნებში გვაქვს. ანუ ფუნქციონალები მუშაობს იმის შესაბამისად, როგორც requirement-ებში გვაქვს. ესე იგი, ყველაზე მარტივად რო დავიმახსოვროთ და მერე უკვე შედარებაშიც უკეთესად დავაკვირდებით არაფუნქციალთან შედარებით რა განსხვავება ამ კუთხით, თუმცა ფუნქციური შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ზოგადად რას აკეთებს აპლიკაცია. ანუ რა არის outcome, რას აკეთებს, იმის შესაბამისად აკეთებს თუ არა ყველაფერს, როგორც მოთხოვნებში გვაქვს. მაგალითისთვის რო წარმოვიდგინოთ, ზოგადად ფუნქციონალები, მოკლედ თქვათ ლოგინის ფუნქციონალი, რეგისტრაციის ფუნქციონალი, search-ი, ანუ ლოგინის შემთხვევაში user-ი შედის კი ნამდვილად სწორი კრედენციალებით, თქვათ, ანუ როგორც მოთხოვნებში გვაქვს, არასწორი მოთხოვნების შემთხვევაში რას აკეთებს სისტემა, რა პასუხს გვიბრუნებს, რეგისტრაციის დროს, როცა ყველაფერი სწორად შეივსება, რას აკეთებს სისტემა, ნამდვილად არეგისტრირებს users, ანალოგიურად search-ის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი რაღაც კონკრეტულ keyword-ს ჩაწერს, ეძებს კი სისტემა დააბრუნებს იმ კონკრეტულ რაღაცებს, რაც მომხმარებელმა დასერჩა. მოკლედ, ნებისმიერ ფუნქციონალზე რო დავუკვირდეთ, მარტივად უბრალოდ what does it do? ანუ რას აკეთებს აპლიკაცია, სისტემა, ფუნქციონალი. და აკეთებს თუ არა ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოთხოვნების შესაბამისად. ეხლა ვისაუბროთ functional testing-ის ტიპებზე და გავიაროთ თითოეული მათგანი და ასევე გავიაროთ მაგალითებით, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს. მოკლედ, functional ტესტირების ტიპები ჩვენ გვაქვს smoke testing-ი, sanity testing-ი და ეს ტიპები აუცილებელი არის, რომ დაიმახსოვროთ უბრალოდ, ასე ვთქვათ, რასაკვირველია თავის განმარტებებით უნდა იცოდეთ და გააზრებულად, თუმცა ეს უბრალოდ დაიზეპიროთ, რომ functional testing-ის ტიპები არის ეს, როგორც ლისტი, ასე რომ ვთქვათ. Smoke testing-ი, ესე იგი sanity testing-ი, integration, system testing, end-to-end regression და UAT testing. მოკლედ, თითოეულ მათგანზე ეხა სიღრმისეულად ჩავალთ, გავივლით თითოეულ მათგანს და ასევე წარმოვიდგენთ რეალურ მაგალითებს ნებისმიერი ტიპის ტესტინგზე, რომ კიდევ უფრო მარტივად გასაგები იყოს თქვენთვის. ოკეი, პირველად დავიწყოთ smoke testing-ით. და smoke testing-ი სადაც ზოგადად ყოველთვის პირველი სრულდება, ამითაც შეგვიძლია დავიმახსოვროთ, მოკლედ smoke testing-ი ყოველთვის სრულდება პირველად, იქამდე სანამ უშუალოდ რაიმე სხვა ტიპის ან რაიმე კონკრეტული ფუნქციონალის სიღრმისეულ ტესტირებას დავიწყებდეთ. პირველი ახალ build-ში, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, იმ build-ში, სადაც ცვლილებები არიან, ანუ აპლიკაციის იმ ვერსიაში,
სადაც სხვადასხვა ცვლილებები არის შეტანილი დეველოპერების მხრიდან. ზოგადად ვამოწმებთ აი ეს ბილდი, ანუ ეს ვერსია რამდენად სტაბილურია ზოგადად იმისთვის, რომ შემდეგ უკვე საჭირო ტესტირებები შევასრულოთ. შეიძლება დაახლოებით smoke testing-ს დაჭირდეს რაღაც 15-20 წუთი, სადღაც ესე საშუალოდ, რომ უბრალოდ უნდა გადავამოწმოთ მნიშვნელოვანი რაღაცები. ანუ მაგალითად, რომ ლოგინი მუშაობს და შედის ნამდვილად მომხმარებელი ერთად აპლიკაცია რო იხსნება. ანუ შეიძლება რაღაც loading-ის დროს პრობლემა ქონდეს და საერთოდ არ იხსნებოდეს. რაღაც ძირითადი მნიშვნელოვანი ღილაკები, რომ ნამდვილად მუშაობს. მოკლედ, ესე რომ ვთქვათ, წინა პირობა არის ტესტირების, ანუ პირველი სრულდება ყოველთვის smoke testing-ი, იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ დავწმუნდეთ, რომ ეს ახალი ბილდი არის ნამდვილად სტაბილური, იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ჩვენი მნიშვნელოვანი ტესტირება, ასე რომ ვთქვათ, ფუნქციონალის კონკრეტული ტესტირებები შევასრულოთ. ეს ტესტირება არის აუცილებელი რასაკვირველია, იმიტომ რომ თუ ჩვენს ბილდში რაღაც პრობლემაა და რაღაც მაგალითად არ მუშაობს, ისეთი ანუ მნიშვნელოვანი და უბრალოდ ბილდი არის დაზიანებული, შემდეგ ჩვენ რაღაცა კონკრეტული ტესტირებაში რო დრო დავხარჯავთ, რაღაც ისეთ უცებ სტეპსზე ჩავიჭრებით, რაც რეალურად ამ ფუნქციონალთან კავშირში არ არის და უბრალოდ ბილდის პრობლემაა. აქედან გამომდინარე, smoke testing-ი აუცილებელია იმისთვის, რომ შევასრულოთ ახალ ბილდზე პირველი და უბრალოდ უცებ გადავტესტოთ ზოგადად ბილდი და მნიშვნელოვანი რაღაცები, ასე რომ ვთქვათ, ფუნქციონალები და მნიშვნელოვანი ღილაკები. მაგალითად, აქ გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, ზოგადად რო გავხსნით აპლიკაცია, რომ აპლიკაცია ნამდვილად იხსნება, ლოგინის ფუნქციონალი რომ ნამდვილად შევდივართ ლოგინში ჩვენს აკაუნტს, რომ შემდეგ უკვე რაღაც კონკრეტული ტესტირება მე რაც მჭირდება ის შევასრულო და ზოგადად ძირითადი ღილაკები, რაღაც ძირითადი ღილაკები ეკრანზე რაც გვაქვს, ნამდვილად მუშაობს. ხო, რასაკვირველია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუ smoke testing-ი დაფეილდება, ანუ რაღაც პრობლემა იქნება, შემდეგ უკვე აზრი არ აქვს ლოგიკურად, რომ გავაგრძელოთ ჩვენი რაღაც ფუნქციონალის ტესტირება. კარგი, ეს არის smoke testing-ზე, იმედია გასაგებია. ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის, რომ smoke testing-ი ყოველთვის სრულდება პირველი, ანალოგიურად, რაც იგივენაირად regression-ის შემთხვევაში და regression-ამდეც მივალთ, ყოველთვის სრულდება ბოლო. ეს ორი არის უბრალოდ მნიშვნელოვანი, რომ დავიმახსოვროთ, რომ smoke testing-ი ყოველთვის პირველი სრულდება, რომ დავწმუნდეთ ბილდი ნამდვილად არის სტაბილური, შემდეგ უკვე ჩვენი ტესტირების გასაგრძელებლად და regression-ი ყოველთვის სრულდება ბოლო, აუცილებლად ბოლოში regression-ი, როდესაც უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, გადავვლით მთელ აპლიკაციას და მნიშვნელოვან ფუნქციონალებს შევამოწმებთ, იმისთვის, რომ დავწმუნდეთ, რომ რამე არ დაზიანდა, სანამ რელიზი მოხდება. ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ახლა შემდეგ სლაიდებზე, უბრალოდ მინდოდა რომ ანუ ამ კუთხით ცოტა მარტივი დასამახსოვრებელია უფრო, დავიმახსოვროთ ყოველთვის smoke პირველი და regression ბოლო. ოკეი. ეხლა ვისაუბროთ sanity testing-ზე. Sanity testing-ი არის რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ გავს smoke testing-ს. თუმცა sanity შემთხვევაში, როდესაც რაიმე მოხდება, მაგალითად, ჩვენ რაღაც კონკრეტული ბაგი ვიპოვეთ გუშინ, შემდეგ ეს ბაგი უკვე დაიფიქსა, რაღაც კონკრეტული ცვლილება მოხდა. და ეხა უკვე sanity testing-ს ვაკეთებ არა მთელს აპლიკაციაზე ზოგადად, ანუ არა ზოგადად testing-ს ვაკეთებ სრულად აპლიკაციაზე, რომ სტაბილურია. არამედ აი ამ კონკრეტულ არეას ვტესტავ. ოღონდ არა მაგალითად ზუსტად აი იმ სტეპებით, როგორიც ბაგი იყო, ვთქვათ, და მხოლოდ გადავტესტავ, რომ ეს ბაგი ნამდვილად მუშაობს. არა, ეს არის retesting-ი, როდესაც უკვე დაფიქსულ ბაგს ვტესტავთ, ანუ შევამოწმებთ, გადავამოწმებთ, ესე რომ ვთქვათ, რომ ნამდვილად დაიფიქსა და მუშაობს. არამედ sanity შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, აპლიკაციის ამ კონკრეტულ არეაში უფრო სიღრმისეულად ჩავალთ. და აი მაგალითისთვის ამ შემთხვევაში რაღაც login-ს თუ ვეხებით ისე login ფუნქციონალს და რაღაცა ბაგი იყო მაგალითად აი კონკრეტული რომ რაღაც ვთქვათ რაღაც email-ის field-ში დიდ ასოს თუ ჩაწერდი მაგალითად ვერ შედიოდა მომხმარებელი მიუხედავად რომ სწორი email-ი იყო ხო ასეთ დროს არა მხოლოდ email-ის გავასწორებთ ვთქვათ და დავწერთ შემდეგ მხოლოდ capital letter-თან როგორც იქნება მოკლედ
არა მხოლოდ იმ ზუსტ საფეხურებს გავიმეორებთ, რაზეც ბაგი იყო, არამედ უბრალოდ ირგვლივ ესე რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული ფიქსის ირგვლივ შევამოწმოთ რაღაცებს, რომ მაგალითად იქ რაღაც password-ის ვალიდაციაც სწორად მუშაობს, რომ error message-ები სწორად არის, რომ რაღაც იქ ირგვლივ რაც გვაქვს მოკეთა, ამ ფუნქციონალთან დაკავშირებული ამ კონკრეტულ ნაწილს და arial-ს შევამოწმებთ, გადავამოწმებთ. კარგი, ხო, ეს არის sanity testing-ზე, smoke testing-ზე ვისაუბრეთ, sanity testing-ზე ვისაუბრეთ, ეხა integration testing-ი. Integration testing-ზე იდეაში ვისაუბრეთ ძალიან გაკვეთილზე როგორც ერთ-ერთი testing level, მაგრამ ანალოგიურად integration testing-ი მოიაზრება და შეგვიძლია მოვიაზროთ ჩვეულებრივ functional testing-ში. მოკეთ აქაც integration ტესტირება ხდება, ესე იგი, კოდის დონეზეც და ანალოგიურად ასევე ხდება UI-ის დონეზეც, როდესაც UI-დან ვამოწმებთ ჩვენ ინტეგრაციას, ინტეგრირებას, როგორც ითქმის. ანუ ვამოწმებთ მოკლედ სხვადასხვა კომპონენტების integration, ანუ ამ სხვადასხვა კომპონენტების კავშირი რამდენად სწორად მუშაობს. ეს ავხსენით, თუმცა უბრალოდ განსხვავების მხრივ მინდა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ანუ ის კოდის დონეზეა, ანუ როგორც ჩვეულებრივ ლეველის შემთხვევაში integration level-ის როცა გვაქვს, როდესაც სრულდება, თუმცა ანალოგიურად functional testing-ში მოიაზრება integration testing, იმიტომ რომ ჩვეულებრივად სხვადასხვა კომპონენტების ერთად მუშაობას ჩვენ ტესტავთ ჩვეულებრივად UI-ის კუთხიდანაც, სადაც QA-ის ნაწილი არის, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ ჩვეულებრივად ვტესტავთ ამ შემთხვევაში front-end-ზე რაღაც მონაცემებს რო შევიყვანთ, მაგალითად რამდენად back-end სწორად გადაეცემა, database-ში რამდენად ყველაფერი სწორად შეინახება, შემდეგ რამდენად სწორად გვიბრუნდება ეს request-ი და ასე შემდეგ. ანუ integration-ის ნაწილში ვტესტავთ სხვადასხვა კომპონენტების ინტეგრაციას, ანუ შეერთებას და დაკავშირებას ერთმანეთთან. ამაზე ხა მეც აღარ გავაგზავნებ, იმიტომ რომ თან ნასაუბრები მაქვს და ახსნილი მაქვს და შესაბამისად ვიცით, რას გულისხმობს integration testing-ი. და ეხლა უკვე ვისაუბროთ system testing-ზე. System testing-ი ანუ ანალოგიურად ერთ-ერთი ტიპი არის, როგორც არა როგორც level-ი, არა როგორც უბრალოდ functional testing-ის ტიპი და system testing-ის არის ის ნაწილი, კიდევ ერთხელ, სადაც ყოველთვის ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ძირითადი ნაწილი, სადაც ჩვენ ვასრულებთ ძირითადად ტესტირებას, ეს არის system testing-ი. System testing-ი ზოგადად ამოწმებს, ესე იგი, მთლიან სისტემას, რამდენად კარგად მუშაობს მთლიანი სისტემა, როგორც ერთი პროდუქტი. აი მაგალითისთვის, არა კონკრეტულად რაღაც, ვთქვათ, payment-ის ნაწილს დავტესტავთ, ან კონკრეტულად რაღაც ნივთების, ანუ წარმოვიდგინოთ, ახლა მაგალითად e-commerce website-ი რო წარმოვიდგინოთ, არა კონკრეტულად რაღაცების, ვთქვათ, კალათში დამატებას ან payment-ის ნაწილს, არამედ ზოგადად ვამოწმებთ მთლიან სისტემას, ანუ ერთიან, ესე რომ ვთქვათ, flow-ს, რაც მოიაზრებს სხვადასხვა ნაწილების შემოწმებას თავის მხრივ. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას ვამოწმებთ, ვთქვათ, დავიწყებთ რეგისტრაციით, რომ რეგისტრაცია ნამდვილად შეგვიძლია რომ სწორად გავიაროთ. შემდეგ უკვე აი ამ კონკრეტული დარეგისტრირებული user-ის ლოგინი რო სწორად ხდება. შემდეგ ამ user-დან უკვე რომ რაღაცის დასაჩვა შეგვიძლია, რაღაცების კალათში დამატება შეგვიძლია, უშუალოდ payment-ის ნაწილი სწორად მუშაობს. შემიძლია რომ ნამდვილად გადავიხადო ამ ნივთებისთვის და log-out-ი გავაკეთო. მოკლედ მთელ სისტემას როგორც ერთ პროდუქტს აი ასე ტესტავს. ეხა მომდევნო გვაქვს end-to-end testing, რომელიც ძალიან მსგავსი არის, ძალიან გავს, ასე რომ ვთქვათ, ლოგიკით, system testing-ი და end-to-end testing-ი და ხშირად იწვევს გაურკვევლობას. End-to-end testing-ის შემთხვევაში კი ნამდვილად ძალიან გავს ეს ორი ერთმანეთს, თუმცა მარტივად რო განსხვავება წარმოვიდგინოთ, system testing-ი ეს არის უშუალოდ მთლიანი აპლიკაციის ტესტირება და ის შეიძლება მოიცავდეს ცალკეული ფუნქციონალების სიღრმისეულად დატესტვას და ზოგადად მთლიანი აპლიკაციის დატესტვას, როდესაც end-to-end testing-ი არის უშუალოდ აი დაკავშირებული, რომ ზოგადად მომხმარებლის გამოცდილება ამ აპლიკაციაში, ანუ სრული გამოცდილება, ანუ სრული flow, რამდენად სწორად მუშაობს დასაწყისიდან საბოლოო მომენტამდე, ესე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში რო წარმოვიდგინოთ, აი უბრალოდ მთლიანი, ესე რომ ვთქვათ, user experience, users გამოცდილება, რომ ნამდვილად მომხმარებელს შეუძლია წარმატებით შეიძინოს ნივთი, ვთქვათ.
ასეთ შემთხვევაში ზოგადად ჩვენ ტესტავთ მთლიან flows, ანუ საიდან იწყებს user-ი და შემდეგ ბოლო წერტილამდე, რომ ნამდვილად ეს კონკრეტული მისი journey, ასე რომ ვთქვათ, ნამდვილად სწორად ყველაფერი სწორად მუშაობს იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს მთლიანი flow გამართულად მუშაობდეს. მოკლედ, კიდევ ერთხელ, system testing-ი უბრალოდ სრულად აპლიკაციის ტესტინგი არის, მაშინ როდესაც end-to-end ტესტინგი არის კონკრეტული flow-ს დატესტვა დასაწყისიდან საბოლოო მომენტამდე, როგორც თვითონ სიტყვაც გვეუბნება end-to-end ტესტინგი. ამ შემთხვევაში system testing-ის დროს შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩართული, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა external სერვისები, ის რაც დაკავშირებულია რაღაც კონკრეტულ ქმედებებთან, საერთოდ არ იყოს ჩართული, როდესაც end-to-end-ის შემთხვევაში ყველაფერი მოწმდება აბსოლუტურად. აი ამ შემთხვევაში მაგალითად, როდესაც რაღაც payments ვაკეთებთ, იქ ის payment კავშირები, იქ რაღაც კონკრეტულ რაღაც ბანკთან თუ კარტთან გადახდეს ფუნქციონალი, მოკლედ ეს ყველაფერი end-to-end flow-ს სრულად უნდა შემოწმდეს end-to-end-ის შემთხვევაში მთლიანი flow. ანუ კიდე ასე რომ ვთქვათ, რეალური მაგალითიდან რა წარმოვიდგინოთ ესეთი ერთი кейსი, ვთქვათ, მანქანის მაგალითზე რო გავიაროთ, system testing-ის შემთხვევაში, ჩვენ ანუ ცალ-ცალკე ეს სისტემები კონკრეტულად რომ მაგალითად მანქანის engine მუშაობს სწორად, ცალკე რომ მაგალითად პედლები სწორად მუშაობს, საჭე გამართულად მუშაობს და ასე შემდეგ, ანუ ეს იქნება უფრო system testing-ი, ანუ იქ რაღაც კონდიციონერი სწორად მუშაობს. Თქვათ, მოკლედ ეს სხვადასხვა სისტემები რომ სწორად მუშაობს, ან სრული სისტემა, ესე რომ ვთქვათ, როდესაც end-to-end იქნება, ანუ უბრალოდ რო წარმოიდგინო მომხმარებლის გამოცდილება, აი მაგალითად მომხმარებელს შეუძლია, ანუ user შეუძლია რომ ნამდვილად მართოს მანქანა, ხო? ამ შემთხვევაში user can drive a car, ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში იტესტება სრული flow იმისთვის, რომ არა ყველა სისტემა უბრალოდ რაც ჩართულია ამ flow-ში, end-to-end flow-ში, ანუ დასაწყისიდან რომ უნდა დავგაგოთ მანქანა, რომ ნამდვილად ტორმოზის პედალი მუშაობდეს, რომ ნამდვილად მაგალითად ტრაფიკის დროს ან ნელი სიჩქარით დადის მანქანა, სწრაფი სიჩქარით დადის მანქანა, დაპარკინგება შემიძლია, ანუ აი ამ კონკრეტულ flow-ს რაც ეხება, ის რაღაცეები სრულად ეს მთლიანი end-to-end გზა, ასე რომ ვთქვათ, მუშაობს გამართულად. კარგი. მე მგონი მაქსიმალურად ვეცადე რა ამეხსნა სიღრმისეულად, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის როდესაც რაღაცა შეიძლება გაუგებარი იყოს ან რაღაცას დამატებით კითხვები გქონდეთ, ყოველთვის იცით რომ შეგიძლიათ ან კომენტარებში დამიწეროთ, ან ჩვენს Instagram-ის გვერდზე ნებისმიერ დროს ყველა შეკითხვაზე მაქსიმალურად ვცდილობ რომ პასუხი გავცე და იქაც თუ რაღაცა გაუგებარი იქნება, აუცილებლად მომწერეთ და კიდე დამატებით სიღრმისეულად ვეცდები რომ აგიხსნათ ან რაღაც რაც დაგჭირდებათ მოკლედ დამატებით ინფორმაცია მოგაწოდოთ. და ეხლა regression testing-ზე მოვედით. ანუ regression testing-ზე უკვე ვისაუბრეთ, რომ regression testing-ი და მანამდეც ვახსენეთ ხშირად, საკმაოდ მნიშვნელოვანი testing type არის, იმიტომ რომ regression-ი ხდება ხოლმე ძირითადად ყველა კომპანიაში და ყოველთვის regression-ი ხდება testing-ის ბოლოს, სრულად ბოლოს, როდესაც უკვე release-ი უნდა მოხდეს, release-ამდე ბოლო testing-ი, რომელიც სრულდება regression-ი, რაც მოიაზრებს აი იმ კონკრეტული ფუნქციონალების გადატესტვას, რაც არის მნიშვნელოვანი აპლიკაციაში, ასე რომ ვთქვათ. აი მაგალითად ჩვენს რაღაც e-commerce აპლიკაცია, სადაც რაღაცას ვყიდით, ვთქვათ. საბოლოოდ ან რაღაც ფუნქციონალი როდესაც იმეტება და ამ ფუნქციონალზე მუშაობენ და შემდეგ ჩვენ ამ ფუნქციონალს ვტესტავთ, ან რაღაც ბაგი არის იფიქსდება და შემდეგ ამ ბაგს გადავტესტავთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მაინც რაღაცნაირად ლოკალიზებული, ასე რომ ვთქვათ, ანუ იმ კონკრეტულ არეას ვტესტავთ, იმ კონკრეტულ არეას ვტესტავთ რაღაც ცვლილების შემთხვევაში და ასე შემდეგ და regression-ი უკვე არის, როდესაც ნახეთ, ანუ ჩვენ ხო გვაქვს სრული აპლიკაცია, რაღაცა შეიცვალა აი აქ რაღაც ერთ ნაწილში, რაღაც ახალი დაემატა, მაგალითად search-ის ფუნქციონალში რაღაც დაიფიქსა, ასე შემდეგ, მოკლედ სხვადასხვა ნაწილებში აპლიკაციის. საბოლოოდ, როდესაც და შეიძლება ეს სრულ აპლიკაციას არ შეეხოს, რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულ ცვლილებები მოხდა კონკრეტულ ნაწილებში აპლიკაციის. თუმცა, საბოლოოდ აი ამ კოდის ცვლილებებმა ერთ არეაში შეიძლება თავისებურად, ისე რომ საერთოდ ვერავინ გაიგოს, ანუ ისე დააზიანოს რაღაც სხვა სრულად აპლიკაციის სხვა ნაწილში.
აქედან გამომდინარე regression testing-ი რეალურად არის იმის ვერიფიკაცია, რომ რაღაც ცვლილებამ არ დააზიანა აპლიკაციის რაღაც სხვა ნაწილი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ არის regression testing-ის შესრულება აუცილებელი, რომ დავწუნდეთ, რომ ჩვენი აპლიკაციის ის ძირითადი ფუნქციონალები, ის მნიშვნელოვანი ნაწილები და მნიშვნელოვანი ფუნქციონალები ყველაფერი გამართულად მუშაობს და რაღაც სულ სხვა ნაწილის ცვლილებამ, აი ეს რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი არ დააზიანა. ასეთ დროს ჩვენ გვაქვს ხოლმე კონკრეტული test case-ების ლისტი, როგორც smoke testing-ის დროს, რომელიც პირველი სრულდება უკვე ვთქვით. smoke testing-ის დროსაც ჩვენ გვაქვს რაღაც მოკლედ მცირე ნაწილი test case-ების გაწერილი, რაც უბრალოდ დაგვჭირდება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ბილდი გვექნება, ეს კონკრეტული test case-ები შევასრულოთ და არა ყველა მაგალითად. Analogiურად regression-ზეც გვაქვს კონკრეტული test case-ების ლისტი, რომელიც ფარავს სრულ აპლიკაციას და რასაკვირველია დრო და დრო, როდესაც აპლიკაციაში ცვლილებები ხდება ან რაღაც ახალი ემატება, regression testing-ის ლისტიც იცვლება და ჩვენ მას ვცვლით შესაბამისად, ანუ ამატებთ რაღაც ახალ test case-ებს, თუმცა მოკლედ გაწერილი გვაქვს ის მნიშვნელოვანი ფუნქციონალების test case-ები, რაც აუცილებლად უნდა დავტესტოთ ყველა რილიზის წინ. კარგი. იდეაში ეს არის regression testing-ი, მე მგონი არაფრის დამატება არ გვჭირდება, უნდა დავამახსოვროთ, რომ ყოველთვის სრულდება ბოლოში. ძირითადად regression testing-ი ხშირად არის ხოლმე automation-ის ნაწილი, იმიტომ რომ ნახეთ, ანუ წარმოიდგინე, რომ ეხლა ჩვენთან მაგალითად ჩვენს ჩემ კომპანიაში გვაქვს ერთკვირიანი სპრინტები და ანუ შესაბამისად ყოველი კვირის ბოლოს ხდება რილიზი და ყოველი კვირის ბოლოს ანუ წარმოიდგინეთ, რომ ფაქტიურად კვირის განმავლობაში ხო ტესტავ რაღაც ცვლილებებს და ყოველ კვირას მიწევს, რომ შევასრულო regression testing-ი, ხო, რაც საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ეხლა უკვე გადავედით ავტომატიზაციაზე სრულად, თუმცა აქამდე მხოლოდ მე ვიყავი და თავიდან მხოლოდ მანუალ ვიყავი, შესაბამისად არ მქონდა იმის ესე ვთქვათ, ფუფუნება, რომ automation testing-ი დამეტესტა regression და მიწევდა რეალურად ხელით, ანუ მანუალ, აი ამ საკმაოდ ბევრი test case-ების ყოველ კვირაში შესრულება, ასე რომ ვთქვათ, და ყოველ კვირაში სრული აპლიკაციის გადამოწმება, რაც რაღაც მხრივ მონოტორულიც არის და დამღლელი ცოტა. და ასევე ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. უბრალოდ ანუ ერთ და იგივე რაღაც მოქმედებები უნდა შეასრულო ყოველ კვირა და საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, დიდი დრო შეიძლება წაიღოს მანუალ, ანუ ხელით შესრულების დროს. თუმცა შეიძლება მოგვიწიოს. და ძირითადად automation-ით იფარება ხოლმე, ოღონდ რასაკვირველია ყველა flow ისევე როგორც ზოგად შემთხვევებში automation-ით ვერ დაიფარება, რაღაც ისეთი კონკრეტული უფრო მეტად რთული flow-ები და ფუნქციონალები, რაც გვაქვს აპლიკაციაში, მაინც მანუალ გვიწევს ეხლაც, რომ შევამოწმოთ regression-ის დროს, თუმცა ძირითადი ნაწილი ის მარტივ-მარტივი რაღაცეები, რაც უკეთ ყოველ ჯერზე განმეორებადი და ხშირად არ იცვლება, გვაქვს ავტომატიზირებული და შესაბამისად automation-ით იტესტება regression-ის ეს ნაწილი. Okay. ეხლა შემდეგი ეს არის user acceptance testing. User acceptance testing-ზეც testing level-ებზე ვისაუბრეთ. თუმცა ეხაც გავავლით, მაგრამ user acceptance testing ეს არის, როდესაც მომხმარებლის მხრიდან იდეაში ფუნქციონალები, როგორც ისინი მუშაობენ, არის მისაღები. აი ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ მარტივად რო ავხსნათ. ყოველთვის user acceptance testing პროდუქტის მხრიდან იტესტება, ანუ ვიღაცა, ან პროდუქტის თიმი, ან კლიენტი უშუალოდ, მოკლედ ვიღაც ისეთი ტესტავს, ვინც უშუალოდ, ესე იგი, ვისი შედგენილიც არის requirement-ები, მოკლედ. ან product owner-ი ამ შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ჩვენ შეიძლება რაღაც ფუნქციონალი შევამოწმოთ და დავარწმუნოთ, რომ კი ყველაფერი კარგად მუშაობს. თუმცა რეალურად, როდესაც უშუალოდ კლიენტი ამოწმებს, ანუ მე როდესაც კლიენტი ვამოწმებ იმას, რაც მე მოვითხოვე და ჩემი requirement-ების მიხედვით არის, შეიძლება გეგონოს, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს და არც იყოს არანაირი ბაგი, ასე რომ ვთქვათ, და პრობლემა. მაგრამ მე რაღაც არ მომეწონოს, რომ რაღაც ჩემს მოთხოვნებში შეიძლება შენ ცოტა არასწორად გაიგე და მე ესე მინდოდა. აქედან გამომდინარე, მოკლედ კლიენტის გუნდი ან თვითონ კლიენტი უშუალოდ ან product owner-ი ამ შემთხვევაში ის ვინც გვიდგენს, ასე რომ ვთქვათ, აი ამ კლიენტისგან შეგროვებულ მოთხოვნებს, აი აქედან ვიღაც აკეთებს და ასრულებს user acceptance testing-ს.
როდესაც მოკლედ ვრწმუნდებით, რომ ზუსტად რეკვირემენტების მიხედვით არის ყველაფერი და აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე ეს ბოლო, ესე რომ ვთქვათ, საფეხურზე უშუალოდ კლიენტი ან მოკლედ პროდუქტის თიმი მოგცემს უკვე მწვანე შუქს, რომ კი, user acceptance testing წარმატებით შესრულდა, ასეთ შემთხვევაში უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ დროა რილისი შევასრულოთ, ანუ ყველაფერი უკვე მზად არის რილისისთვის და უკვე პროდაქშენში შეგვიძლია გავუშვათ ვერსია. თუმცა ზოგან შეიძლება არ სრულდებოდეს user acceptance testing, ასეთი კომპანიებიც არის, სადაც უბრალოდ ჩვენი ნაწილშენუ system testing-ზე, ჩვენს level-ზე სრულდება ტესტირება და ჩვენიდან ჩვენი მიცემული green light-ით უკვე პირდაპირ გადის რილისში ცვლილება, ანუ პირდაპირ გადის უკვე production-ში. ან შეიძლება იყოს ეს დამატებითი level-ი, სადაც user acceptance testing-აც არის საჭირო და ამ დროს ხდება მოკლედ მათი მხრიდან დაეპრუება და დაკონფირმება უფრო მეტად, რომ ყველაფერი შესაბამისად არის, მოთხოვნების შესაბამისად და უკვე შეგვიძლია რომ რილისი გავუშვათ, რილისი მოხდეს და production-ში გავიდეს ვერსია.